სახელითა მამისათა და დისათა და წმინდისა სულისათა. დღეს წავიკითხეთ მორიგი იგავი მაცხოვრის მიერ წარმოთქმული, რომელიც უკვე წელიწადი ყოველ წელიწადს გვესმის და რამოდენიმეჯერ და ყველას თითქოს და გადაღეჭილი გვაქვს მისი შინაარსი, მაგრამ მაინც ეკლესია კიდევ ერთხელ შევხედოთ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ და შეიძლება რაღაც ახალიც სხვა კუთხიდან, სხვა რაკურსიდან შევხედოთ ამ მეტად მნიშვნელოვან იგავს. ეს არის იგავი მდიდარზე და ლაზარეზე. ცნობილი იგავი, სიუჟეტი კარგად იცით, არის მდიდარი პიროვნება და არის ლაზარე, რომელიც არის სახელით, ერთადერთი სახელია სხვათა შორის სახარებაში იგავში, რომელიც არის მოხსენიებული. ყველა იგავში უსახელო პერსონაჟები არიან. აი ლაზარე არის სახელით მოხსენებული, რაც იმას გვაფიქრებიებს, რომ მისი მდგომარეობა, ანუ მისი სულიერი მდგომარეობა იყო პიროვნებისეული, ან რაღაცა ღვთის ხატება მასში ძაფრად იყო გამოხატული. და არის მდიდარი, რომელსაც სახელითაც არ იხსენიებენ, არის სიმდიდრე, მისი სახელი, ფუფუნება და ამ ქვეყნიური კეთილდღეობა. რასაკვირველია, მდიდარი არ უყურებს გლახაკს, გლახაკი ცხოვრობს თავისთან და იკვებება იმ ნაგავით, რომელიც გადმოიყრება ხოლმე მისი სახლიდან. ორივენი კვდებიან, ერთი ხვდება აბრაამის სიახში, მეორე თავს გაახელს, ესეთი ის არის კონტრასტული შეფარდება, რომ მოკვდა ლაზარე და აყვანილი იქნა ანგელოზების ხელით აბრაამის სიახში. აბრაამის სიაღი ეს ძველი აღთქმისეული ადგილია, სადაც უტანჯველობის მდგომარეობა, მაგრამ ვიდრე მაცხოვარი არ იშვება და არ გახსნის სასუფეველს, სასუფევლისეული სიდიადე და სინათლე მას მაინც არ ეხება, მაგრამ არის აი ესეთი უმკინეულო მდგომარეობა, მოლოდინისეული მდგომარეობა. და აი ესეთი კონტრასტია, რომ ანგელოზებმა აიყვანეს ლაზარე და მეორე მხარეს მდიდარმა მოკვდა მდიდარეს და გაახილა თვალი ჯოჯოხეთში. ასე პირდაპირ დაიღვიძა ჯოჯოხეთში, სადაც ის იწოვდა და ზევით იხილა ლაზარე, განდიდებული აბრაამის სიახში, თხოვს აბრაამს, რომ მოვიდეს ლაზარე და დააწოს თითი მდინარეში და გამიგრილოს პირი და რაზეც უარს მიიღებს და შემდეგ ეს მდიდარი იტყვის, რომ მაშინ თუ ეს არ არის შესაძლებელი, აბრაამი ეტყვის, რომ მიმოსვლა არ შეიძლება, ვერც აქედან მოვა შენთან ვინმე და ვერც შენგან მოვა აქეთ ვერ დაბრუნდება ვერავინ და ამიტომ ეს შეუძლებელია და ამაზე ეუბნება ეს მდიდარი, რომ მყავს 5 ძმა, მიავლინე ლაზარე, რათა ნახოს, გამოეცხადოს მათ და ისინი შეინანებენ და აქ არ მოხვდებიან იქ, სადაც მე ვარ. რაზეც აბრაამი პასუხობს, რომ ყავს აქვთ მათ წმინდა წერილი, მოსე, აბრაამი, წინასწარმეტყველები, მათი ისმინა. აი ესეთი იგავია და თითქოს რაღაცნაირი გაუგებარია ბევრი რამე ამ იგავში, იმიტომ რომ არც ამ მდიდარის ცუდი ცხოვრების წესია ნაჩვენები და არც ლაზარეს რაიმე სათნოება, მაგრამ ეს ყველაფერი არის რაღაც ფარულად, ხო? რაღაცნაირად ისე შეფარულად არის გადმოცემული, რომ აი წყარებს შორის უნდა ამოიცნო. უკვე თქვით ჩვენ, რომ გლახაკს ქვია სახელი. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს დაკარგული სახე. არა, ადამიანური სახე არ აქვს დაკარგული.
გასაგებია რომელ ადამიანზეც ვლაპარაკო. და მდიდარი, რომელსაც სახელი არ აქვს იგავში და სიმდიდრეა მისი სახელი. მაგრამ არც ისე ცუდი ადამიანი ჩანს მდიდარი, რომ თქვათ რომ ის სასჯელის ღირსია. იმიტომ რომ ჯოჯოხეთში ზრუნავს თავის ძმებზე. ხო? კაი მე ვიტანჯები, მაგრამ მოდი რა გააკეთე ისე რომ ლაზარე მივიდეს ჩემ ძმებთან გამოეცხადოს, ისინი შეკრთებიან, შეშინდებიან, მოუყვეს რა ხდება მიღმიურ სამყაროში, შეინანებენ და არ მოხვდებიან იქ სადაც მე ვარ. ანუ ეს მდიდარი არ არის ცუდი კაცი, ადამიანური გაგებით. პირიქით, კარგი ადამიანიც არის, ხო, ზრუნავს თავის სეანებზე. მაგრამ რაღაცზე გაიკიცხა ის. რატო არ მოხდა მისი ესე კაცრი სასჯელით დასჯა? იონე ოქროპირი ამბობს, რომ თავისთავად სიმდიდრე არც კარგი, არც ცუდია. უფრო მეც ამბობს, უფრო დიდია განსაცდელი სიმდიდრეში, მაგრამ თავისთავად სიმდიდრე არ არის წოდვა. წოდვა არის სიმდიდრის არასწორი გამოყენება. სიმდიდრე როგორც განსაცდელი. ასევე სიღარიბეც არანაკლები განსაცდელია, გაჭირვებაც. ადამიანები განსაჭირში კარგავენ თავის სახეს. ისევე როგორც სიმდიდრეში კარგავენ თავის სახეს. და ეს ადამიანი მდიდარი ჩვენი ადამიანური გაგებით თუ გავზომავთ, აი ჩვენ დღეს როგორც ჩვენ ვიქცევით, ისე თუ გავზომავთ, ჩვენში ეს იგავი გამოიწვევს უკმაყოფილებას, რატომღაც ვიტყვით, რომ რა დააშავა მან. ჩვენც ესე არ ვიქცევით? ჩვენც გვინდა ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, ჩვენი ახლობლებისთვის კარგი. მაშინ რატო ისჯება ის მდიდარი? აღმოჩნდა, რომ მაცხოვრის ხედვა სამყაროს მიმართ არ არის ისეთი შეზღუდული და შევიწროებული, როგორიც არის ჩვენი. და გვეუბნება, რომ ამ იზოლაციისგან უნდა გახვიდე ადამიანი. რომ ადამიანმა შეიძლება ეს თავისი ახლობლების წრე ძალიან შეავიწროოს და ისე დააპატარაოს, რომ შეიძლება მარტო შვილები დარჩნენ მისი საზრუნავის ესე არეალში, ან მშობლები, ან ოჯახის წევრები. შეიძლება ისიც არ არის ხოლმე დღეს, ხო? მაგრამ უფრო ფართოდ თუ გახედავს თავის მეგობრებს, ნათესავს. ცოტა კიდე წინ თუ წავალთ, თავის გვარტომეულებს თუ გვარის წარმომადგენლებს, მე ქართველი, მე კუთხურობას, ხო, მეგრელები, სვანები, მე ქართველები, კარგი. მაგრამ ესეთებს ჩვენ ძალიან ცოტას ვხედავთ და ვიცნობთ. და მაცხოვარი გვეუბნება, რომ ადამიანი უნდა გავიდეს ამ ჩაკეტილობიდან. აი ეს შენიანების წრე უნდა გაფართოვდეს. ანუ ჩვენ პავლე მოციქული როცა გვეუბნება, ხედვა გქონდეს მაცხოვრის და ზრახვებიო, როგორც ქრისტესო, აი მისი თვალებით უნდა უყურო სამყარო. სწორედ ის არის, რომ მაცხოვარმა არა მე შემქონა ჩემი ოჯახით, თქვათ არა მეგრელი და სვანი შექმნა, არა ქართველი შექმნა, არამედ მთელი სამყარო შექმნა. დედამიწა, სამყარო და დედამიწა და ყველა ადამიანი, ადამიანიდან დაწყებული ვიდრე მეორედ მოსვლამდე, როცა შეწყდება შობადობა, ხო? შექმნა. ამიტომ შენი ეს თვალსაჩინო უნდა გაფართოვდეს და ყოველი ადამიანი უნდა იყოს შენი ახლობელი ძმა. ესე რომ შეეხედა ამ დიდარს, აუცილებლად დაინახავდა ლაზარეს მდგომარეობას. მაგრამ ვიტანიდან ჩაკეტილი იყო თავის ნაჭუჭში, ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები. აღარ უნდა სხვის დანახვა, სხვის გაჭირვება. დოსტოევსკი ამბობს, რომ იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსია თანაგრძნობა.
შენ თუ იწყებ თანაგრძნობას აი ვიღაცა კიდე სხვა შენ თუ გტკენს გულს გტკენს კარგი გაგები ანუ გეხება მისი რაღაცა მდგომარეობა მისი წუხილი მისი ტკივილი თუნდაც მისი სიხარული მისი დღესასწაული ბედნიერება შენ თუ გეხება და შენში ეს წარმოქმნის ხევას ესე იგი შენ ადეკვატური ხარ სამყაროსთან ადეკვატური ხარ ესე იგი საღმრთო ცხოვრების წესთან ახლოს ხარ ღმერთთან შენ უკვე ნაბიჯი გაქვს გადადგმული და თუ ვერავის ვერ ხედავ გარდა შენი ოჯახის წევრებისა ესე იგი შენ ცუდად აგაქვს საქმე ესე იგი შენ ჩაკეტილი ხარ და რაც უფრო წინ წახვალ ეს წარევი კიდევ უფრო დაპატარავდება პატრიარქს ერთ ქადაგებაში პატრიარქმა თქვა ჩვენმა ძალიან ლამაზად და მოხდენილად რომ არიან ადამიანები რომელშიც მთელი მსოფლიოა მის გულში ყველა ადამიანი ყველა ხალხები დიდი პატარა თეთრი შავი წითელი ყველა პერიოდის ყველა მდგომარეობის ცოდვილი მართალი მდიდარი გლახაკი და ზოგი ადამიანის გული იმდენად პატარაა რომ ოჯახის წევრებსაც ვერ იტევს არ შეუძლია წარმოიდგინეთ დედამისთან ცხოვრება რამდენი კონფლიქტებია რა მამასთან ცხოვრება არ შეუძლია შვილთან ცხოვრება არ შეუძლია წარმოიდგინეთ სადამდეა დაპატარავებული ეს ყველაფერი ხო ივანე ოქროპერი თავის წყინვალე ქადაგებაში 7 სიტყვა ლაზარეს და მდიდრის იგავზე ამბობს რომ იცით რა არის დიდარს და გლახაკს ერთი დანიშნულების ადგილი აქვს ეს არის გადასვლა სხვა ცხოვრებაში და ეს მიწა რომელშიც ისინი დაიფრებიან გაათანაბრებს მათ მდგომარეობას არა ადამიანის უფლებები თქვათ და რაღაცა სანქციები და რაღაც თანამედროვე ესე იგი დაცვითი მექანიზმები ადამიანის არამედ მარტივად მოკვდები და ყველანი ვარ თანასწორები სულ ყველანი არა მარტო მდიდარს და გლახაკს გაათანაბრებს არამედ გაათანაბრებს მღვდელსაც და ერისკაცსაც გაათანაბრებს ყველას ქართველსაც და არაქართველსაც ქრისტიანსაც და არაქრისტიანსაც ყველას და ყველანი ვართ შიშვლები და ვერაფერი ვერ მიგვაქვს იქით და ამ დროს გაქვს სიმდიდრე რომლითაც შეგიძლია ეს სიმდიდრე წაიღო იქით მხარეს აი შეგიძლია დიდარმა ადამიანმა წაიღო რაღაც ისლამური იგავით გამახსენდა ამიტომ რომ ერთი კაცი აშენებს ტაძარს ბევრი ფული აქვს მე მგონი ესე იყო და არ წამს ღმერთის მაგრამ მიფიქრებს რომ თუ მინდა რომ ფული დავაბნიო დავაბანდო მე მაინც მოვკვდები ეს ფული ამ ფულს ვერ წავეხ მოდი რაღაცა სიკეთის მაინც გავაკეთებ და თუ ღმერთი არსებობს იქ ბექნება ეს საზღაური თუ ღმერთი არ არსებობს ნუ მაინც ვერ მიმაქვს ვერსა ნუ ეს იგავი რასაკვირველია არ არის გაჟღენთილი ქრისტიანული მერკანტილურია კი მაგრამ სწორი ხედვა თორე გასაგებია რომ რა აღებ მიცემეობა მოგეცი მომეცი ესეთი დამოკიდებულება რაც ქრისტიანობაში რასაკვირველია არ არის როგორც დამქირავებლის და მონის იდეოლოგია ხო არამედ პირიქით შენ უსაზღრო მოგების გარეშე იღებ ამას თუმცა აი არის ბრწყინვალე ფსიქიატრი ხომ ძალიან გამოცდილი ადამიანი ვიქტორ ფრანკლი რომელიც ესეთ რაღაცას ამბობს რომ
თუ ადამიანმა არ იპოვა საზრისი ცხოვრებაში, მაშინ ის ვერაფერს ვერ გააკეთებს და ყველგან მოკვდება. და ის კონცლაგერში იჯდა ფაშისტების დროს და იქ ესეთი დასკვნა გააკეთა, რომ ყველა გადარჩა ის, ვინც ხედავდა ტანჯვაში აზრს. ვინც ამ ტანჯვაში აზრს ვერ ხედავდა, ისინი დაიხოცნენ ყველანი და ვეღარ გადარჩნენ. ანუ აი ტანჯვაშიც კი როცა წარმოიდგინეთ ფაშისტები ესე ტანჯავენ ყველას, გაყურებიებენ, მე შენც ტანჯავენ, მე თუ ამ აზრს ხედავ შენ რომ ეს მიზნობრივად არის რაღაცისკენ მიმართული. ნუ ცოტა ფართოდ რო ვთქვათ, ეს სამართო განგებულებისკენ არის, ხო? და ქრისტიანებს მოგვეთხოვება, რომ უფრო სხვანაირად შევხედოთ ყველა განსაცდელს, ტკივილს, უბედურებას, ტანჯვას, სიკვდილს. აი მაშინ უკვე ამ საზრისში ადამიანი პოულობს სიცოცხლეს და ხდება სიცოცხლის უნარიანი. და მე შენ როცა ხარ სიცოცხლის უნარიანი, ამ სიცოცხლეს გასცემ ირგვლივ. თუ შენ არაფერი გაქვს, ვერაფერს ვერ გასცემ. და აი სასტარტო მდგომარეობა ქონდა მდიდარს ძალიან კარგი, ქონდა საშუალება ყველაფერი, რომ დაებანდებია ეს თავისი ფული, მაგრამ ამჯობინა ჩაკეტვა თავის ოჯახში, თავის კეთილდღეობაში და ამ ჩაკეტილობამ დააბრმავა და აღარ დაანახა სხვა გვერდში მდგომი ადამიანი. მე მგონი თავარი ხაზი ამ იგავის არის სწორედ ჩაკეტილობა და უთანაგრძნო გაქვეებული გული და მთავარი ღირებული ნაბიჯი არის თანაგრძნობა და მოწყალება, რომელიც აშენებს ადამიანს და ანიჭებს მარადიო სიცოცხლეს. მერთმა დაგვიწევ და გაგახარეს.